ხელი მოგვიმართ. ქართველი, საქართველო არის ქართველი. პირველ რიგში საქართველო არის ქრისტიანი ქვეყნის. ქრისტიანებისთვის დოდოდეი. ქრისტიანია თავი და თავი. არ უნდა შემოგიტევოს ქრისტიანი, არ შემოგიტევს. ეგენ ყველა მოითავისკეფალი ეს მოითხოვენ. აი როგორც იქენი ითხოვენ, და გაჭარლები ითხოვენ, მუსულმანები, ჩვენი ეკლესია. დოდოდეი და შენ თუ ქრისტიანი ხარ. საქართველოს ეკლესია მიცეს თურქეთში რო ჩავიდა გამუსულმანენ ქართველები. წაართენ ხო უყურებ ყველაფერი. ამას ყველაფერი თხოვენ. ხო, ყველაფერი წაართენ ხო უყურებ. მადლობა უფალ. იმის საკითხვა მინდა რა ქვია. კარგი იგი დაწერა რა ქვია. მდელია ერთი ხო არ ვიცი მე შენ აი გუშინი ეწერა კაკას. გუშინ tveri. ქალაქი რო არის რუსეთში? შეიყვარე შენი tveri. მაგაზე შენ ნათქვამი გაქვს ხო? მტერი თუ tveri. გუშინ ეწერა ამას. ამამ მტერი შეყვარება შეიძლება? მტერიში ხო მაგი დოდოდეი და არ ვიცი რატო არის მასე. არ ვიცი მაგის ცოტა რთული საკითხია. ეს ენი შეხედე ეს ყოფლები რა არის? ხო ზუაჩკები ალბათ. ეს ყოფლები იცი რა არის? ზუაჩკები. აი იცი შენ. ხო მივხვდი. მივხვდი ხო? შემოდიე. თუ რა არის ზუაჩკები? მივხვდი ხო ზუაჩკები? მე მითხრე მე არ მივხვდი. ხო ცხოველება სახედრებად გავხადა. მე ხეჭავენ სულ ვინ ხეჭავს? რუსული ანდაზა. და ჟუაჩკუ ჟუიო. კაროვა. ჟუაჩკა. ხო. მე ძროხა. ავტობუსში და ტროლეიბუსში. ტროლეიბუსი აღარ მახსოვს რომ ამ ნახო ნაცოხრობენ დედამნე ვიდე. ხო მოგყარეს ღმერთი ყველაფერი მოგყარეს. აგერ ამ გძელსა შენ არ მოგისმენია? კაი დოდოდეი და კაი შენ გეხუტუნ. მე ლოსვე გამოგესალმებით აგერ მამაო დისკე მოსანი ბერი მამა ნიკოლოზი. ძალიან კარგი სიტყვები აქვს ნათქვამიდან. ამის მინდა კიდე ერთხელ წავიკითხო, იმიტომ რომ მართლა ეს ყველაფერი დაატყდება ყველა ჩვენ მესვეურებს. ყველას დაატყდება თავს, ყველას. ყველაფერზე მიდიან უფლის წინააღმდეგ და ამაშია საქმე. დოდოდეი და შეხედე რა თქვა? უფალი ამბობს რომ მართლმადიდებელმა ომი არ უნდა დაიწყოს. დოდოდეი და ომი კი არ უნდა დაიწყოს და ქრისტიანს სიყვარულის მეტი არაფერი არ გააჩნია, მაგრამ ჩვენ ვართ ქრისტიანები? ხო და იმას გეუბნები. ვართ ჩვენ ქრისტიანები, მითხარი ეს. როდესაც ქრისტიანი დაიწყებს ომს, ის ყოველთვის წააგებს. ომს იწყებს მუსულმანი და შენ ხვდები მას შენი სახელმწიფო რო დაიწყოს. ეხლა პუტინმა რო დაიწყო ომი, კაია? დოდოდეი და პუტინმა ომი ძმას ყავს, არა მაგ ომი ჩვენ დავიწყეთ პირველები აფხაზებს და ოსებს რო დაუწყეთ ომი ჩვენ დავიწყეთ პირველები დოდოდეი და ეს ომი გადავიდა ეხლა მთელ რუსეთს. ვინ დაიწყო მაგ ომს? ჩვენმა ცოდვებმა დოდოდეი და საბჭოთა კავშირი არ უნდა დაგვემგვრია. მაგენის გაზრდილმა ხალხმა დაიწყო. მაგენის კი არა ეშმაკის გაზრდილი. ვინ იყო ესენი ვინ იყო? ეშმაკის გაზრდილებმა. ეშმაკის გაზრდილები იყვნენ მაგენი ყველა. გაზრდილები იყვნენ მოსკოვში. დოდოდეი და მასე მეს კი ვიყავი მოსკოვში, მაგრამ მოსკოვში კარგის არის და სუდის არის, ხო? მე შენ არ დაგბუჭებება, იმგება გააბუჭე კი არა, მოატყვილეს, დოდოდეი და მოატყვილეს. დღეს ამიღაცა, დღეს ამნარი კაცი არ არსებობს. მოატყვილეს ყველა სამწუხაროდ. რატო მოატყვილეს შენ? მე ახლა მე კიდე პატარა ვიყავი, მაგ დროს და გამიმართა დოდოდეი და თორე შეიძლება მეც კი მოუტყვილებოდი. საბჭოთა კავშირს რო ანგურებდნენ, არ მიხარო და დებილი ვარ. რა ვამიხარო და მაგი მე? შიშვლები დადიან ჩვენი ბავშვები უპატრონოთ, შეხედე. შიშვლები დადიან, მე მაგი არსებობდა. პატრონი სადაყავს? პატრონი არის დღეს დოლარი, ფული. მე ადრე სინდისიდან ამოსი იყო პატრონი. ვერეუნება დედა, მშვილს ვერეუნება, იმიტომ რომ ფული არის ბატონი, აღარ არის, აღარ აძლევს ფული უფლებას. გაჩათლახთენო და გაბოზდენო. ამას იძახის დღეს ფული. გაიგე შენ რა უბედურებაში ვარ. მე მაგი ქრისტიანებთან არ სახელი ქვია ფული. ხო. მოგესალმებით კიდე ერთხელ, მადლობა უფალ. წინ დავდგები. იმედია ჩემი კი მიკროფონი ჩართული მაქვს, ესეთ ხო. უნდა წავიკითხო. ეს კი გითხარით ხო? ეს ყველაფერი მოგელით. რატომ აქვს კარგად წარმოდგენილი ისი? ჩემ დროს იყო მიშა სააკაშვილი რომ მოვიდა და ქურდებს რა დაემართა. მოვლენ დოდოდეი მოგაგე. ქურდებს რა მოუვიდათ, ხო გახსოვთ? ქურდებს რა უქნე?
ადრე ანგელოზებათა წმინდანებად მიაჩნდათ, მაგრამ სააკაშვილი რომ მოვიდა იმდენი არა უშავს მოვლენ დაელოდი რავი ახლა იმდენი საბოლოოდ იმდენი ცუდი იყო გაკეთებული ჩვენი მესვეურებიდან სააკაშვილი რომ მოვიდა იოლად მოერია რატო შეაზულენ თავს სიწმინდე აბუჩათ აგდეს იგივე ემართება დღეს დოდოდეიდა ეს არის კაპიტალი არა ხო მინდა წაკითხო ეს გდელმა კარგი სიტყვები თქვა და თუ გინდა მოვისმინოთ რაელი თუ იცი რომელი გდელია რიჟამაზე რო არის არ ვიცი მე მგონი სქემონაკი თუ ვიღაცა არის დიდ მოსანი ბერი მამა ნიკოლოზ რიჟამაძე შეხედე რა ხო შეხედე რა დაწერა გუშინ თუ გუშინწინ დაწერა ძალიან ცუდად არის ჩვენი ქვეყნის საქმე ხალხი გაუბედურებულია ბევრი მშიერი ბევრი უცხოეთში გაიქცა ლუკმა პურის საშოვნელად ბევრს წამლის ფული არა აქვს ხალხი მიშერება სასულიერო იერარქებს ეპისკოპოსებს უმგდლებს როცა ეპისკოპოსი უნდა იყოს ბერულად უპოვარი მართალი სუფთა მლოცველი და უნდა ცხოვრობდეს მონასტერში მონასტრიდან მონასტერში გადადიოდეს ხალხზე უნდა ზრუნავდეს ხალხში დადიოდეს ხალხის ამბავს კითხულობდეს გაჭირვებულებს ეხმარებოდეს აგერ სასახლეები აქვთ დიდრული მანქანები ყავთ ბიზნესები აქვთ თვითონ კარგად არიან და ხალხზე არ ფიქრობენ რა თუნდა ღმერთს მარტო შენი რიტუალები თუ შენ არ ცხოვრობ სუფთად რა თუნდა მშიერ ხალხს შენი ამბიონიდან ქადაგებები როცა შენ მას ფიზიკურად არ ეხმარები რა იწამოს იმ გაჭირვებულმა მშიერმა გლეხმა ან თუ აგერ სანთელი მიშველე ღმერთო გადაიწერა პირჯვარი და გავიდა საშოვარზე თავი რომ გადაირჩინოს თავრობაც ხელს უწყობს ამაში სამღვდელოებას თავრობა და სამღვდელოება კარგად არიან ამ ხალხში კარგად არიან და ხალხი იტანჯება და ნადგურდება აღარ წავა აწი ასე საქმე არა არიცით თქვენ მე მეუბნება ღმერთი ეს რიჟამაძე ამბობს გაჩერდი შენ მამაო მე დაგანახებ შენ მაგათ საცოდაობას მოიცადეო ურწმუნო თაობა წამოვიდა ძალიან ურწმუნო თაობა წამოვიდა და წამოვა გონს მოდით ეპისკოპოსებო მგდლებო გეყოთ რაც ჭამეთ შემოატრიალეთ ახლა ურემი სინანულში შედით ხალხისკენ მიბრუნდით ბიზნესებს თავი დაანებეთ ბერულ უპოვრობაში და პატიოსნებაში დადექით მაგ ფულებით ხალხს დაეხმარეთ მიწები დაამუშავეთ ფაბრიკები ააშენეთ რამე გააკეთეთ რომ ხალხმა ცოტა სული მოითქვას თორემ იცოდეთ ხალხი ამას აღარ გაპატიებთ მშიერი ადამიანი ყველაზე საშიშია თუ ამას არ იზამთ მე გეტყვით რა მოხდება ღვთიდან ისევ ღმერთი დაუშვებს ამას როგორც 100 წლის წინ მოხდა სამღვდელოების წყვეტა და სარწმუნოების დევნა ის განმეორდება ახლაც მაშინაც ასე იყო მთავრობა და სამღვდელოება წეწავდნენ ხალხს და თვითონ კარგად იყვნენ დაეშვა ღმერთმა მოვიდა ლენინი და წყვიტეს მღვდლები და ეპისკოპოსები იგივე მოხდება ახლა და უარესიც მოხდება ისევ რუსეთიდან დაიწყება ყველაფერი იქ აღზევდება ხალხი ჩამოაგდებენ ვეშაპს და ხელისუფლებაში მოვლენ ათეისტი სასტიკი ურწმუნო ხალხი მეორე ლენინი მოევლინება მერე ეს რუსეთიდან ჩვენთანაც გადმოვა და წავა პირდაპირ სამღვდელოების და მორწმუნოების წყვეტა ეკლესიებს არ დაანგრევენ პირდაპირ მღვდლებს და მორწმუნეებს დახოცავენ ეკლესიებს დატოვებენ როგორც კულტურულ ძეგლებს საზღვრები ჩაიკეტება ვერავინ გავა და ვერავინ შემოვა როგორც საბჭოთა კავშირში იყო აღარ გაარჩევენ ვინ კარგია და ვინ ცუდი ყველას დახოცავენ სამღვდელოებას მე ამას ისევ თქვენთვის ვამბობ ღმერთი გაფრთხილებთ ღმერთი გონს მოეგეთ ყველამ არიცით რას უშვებს ღმერთი სატანა მოვა მართველად ეშმაკები მოვლენ
ღმერთი უშვებს წმენდას, ღმერთი ეშმაკს აკეთებინებს თავის საქმეს. არ შერჩებათ ხალხის ჩაგვრა, ქართველების ჩაგვრას არ გაპატიებთ ღმერთი. აქ უკვე მამა ღმერთი ჩაერთება, მამა ღმერთი ჩაერთება და ღვთისმშობელს გაწევენ გვერდზე, რადგან ღმერთის მშობელი მაინც მობიერია, რომ დაგიბნევიათ ბრილიანტებიანი და ოქროს გამშვანებული პანაღიები და ჯვრები, ეპისკოპოსებო, მღვდლებო და იღუმენებო და ერთმანეთს აწონებთ. ხალხი მოგჩერებიათ, ხალხი მშიერი, გაუბედურებული, ხალხი მოგჩერებიათ, აღარ წამს ხალხს თქვენი შემყურია, აღარაფერი. ურწმუნო თაობა მოდის, არ გაპატიებენ, გაიგეთ ეს ისევ თქვენგან გამომდინარე, აღარ წამს ახალგაზრდობას ღმერთი. მე ამას ტყუილს არ ვლაპარაკობ. ღმერთი მალაპარაკებს ღმერთი. ისევ თქვენთვის ვამბობ, სანამ თლად გვიანი არ არის, თორემ მეორე ლენინი მოევლინება და ტყვის ქვეშ აღმოჩნდებით იცოდეთ ეს. ლენინს საზღვრები ჩაიკეტება, იმიტომ რომ მაშინ ხომ მიაყენენ კედელთან ღლები და არამზადები. ბიბლიაში ლენინი არ წერია. არა, ბიბლიაში სახელები არსად არ წერია, იგი ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, დოდოდეიდა, რა თქმა უნდა. ახლა ამ ადამიანის ფიქრებია, არ წერია, ხო, მაგი კი. არა, მე ამ კაცის სიტყვებს ვამბობ. საზღვრები ჩაიკეტება, ვერ გაიქცევით სადმე, ვინც გაასწრებს და გაიქცევა, იქაც არ წაუვა კარგად საქმე. ძალიან ახლოსაა ეს დრო, არ გეგონოს შორს. ეშმაკმა დაურიგა ეპისკოპოსებს ჯიპები, რომ თავის მხარეს გადაეყვანათ. თუ თქვენ ღვთის ხალხი იყავით, რატომ გამოვართვით ჯიპები? რა თქინდათ მილიონები, ბიზნესები და ფულები, როცა აგერ ხალხი მშიერია, ზოგი ნაგვის ურნებში იქექება, საზღვარგარეთ გადაყრილია უმრავლესობა, ეხლა ვეთოდედა, ამბიონებიდან კი არ უნდა ბრტყელი სიტყვებით ქადაგება. ამ გაჭირებულ ხალხს საქმით უნდა დაეხმაროთ, ხალხს ფიზიკურად, სიკეთე უნდა თესოთ, სიყვარული და სიკარგე უნდა თესოთ ხალხში. თქვენი ცხოვრებით უნდა დაანახოთ ხალხს ღმერთი. ახლა რა ირწმუნოს ხალხმა თქვენი, ამიტომ თუ გონს არ მოხვალთ ყველა, ღმერთი უშვებს იმას, რაც 100 წლის წინ მოხდა ლენინის დროს. ეხლავეს ეს გარდაუვალია, მერე ცოდვა იქნებით ყველა. ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ყველას. კარგის მეგობრებო, მე სხვა ლოცვების დრო მომდის, კიდე დროებით, კიდე ვიქნები კავშირს. მადლობა უფალს ყველაფრისთვის, მიყვარხარ.